თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობთ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ქართველიშვილი, data driven digital marketer-ი. უკვე 7 წელია საქართველოს ბაზარზე და უცხოეთის ბაზარზე მოღვაწეობ. ვის ან რას ემსახურება შენი საქმიანობა? ბრენდებს, სტარტაპებს, კომპანიებს ვეხმარებით, რომ განვითარდნენ და უფრო მეტი ფული იშოვონ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? ეს პროფესია ჩემით არ ამირჩევია. მეორე კურსზე ვაპირებდი, რომ წავსულიყავი პოლიტოლოგიაზე. გამხდარიყავი პოლიტიკოსი და მეორე კურსზე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ხათუნა მურჯიკნელი, ჩემი ლექტორი, რომელმაც სემესტრის დაწყებიდან 3 კვირაში მითხრა, რომ ჩემთან მოდიხარ სამუშაოდ მარკეტინგშიო და 2017 წლიდან ესე მოღვაწეობ მარკეტინგში. იყო თუ არა ხათუნა თქვენი შთაგონების წყარო? რა თქმა უნდა, თან ყველაზე მაგარი ამბავი ის იყო, რომ მე ხათუნას არ ვირჩევდი. მაგ საგანზე ვირჩევდი საერთოდ სხვას. მე ჩემმა ერთმა მეგობარმა გადამოწყვეტინა, რომ არა უეჭველი ხათუნა ავირჩიოთო და ღმერთს მადლობა, რომ ავირჩიე, იმიტომ რომ ცხოვრებაში და კარიერულად ძალიან დამეხმარა ეს ადამიანი ყველაფერში და დღეს უკვე ისე ვარ ხოლმე, რომ ხანდახან ჩემი მსმენელია სადღაც კონფერენციაზე ან სამიზე და მასაც ძალიან უხარია, რა თქმა უნდა და მე ძალიან მიხარია და არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხვდები, ყველგან მაგას ვამბობ, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვინც ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. რისი ცოდნა, უნარები და თვისებები გჭირდება შენ სფეროში? ყველაფრის. პირდაპირ გეტყვით ყველაფრის. ფსიქოლოგიიდან დაწყებული, ტექნიკური ცოდნით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდე და დღემდე ყველას ახლა თავის პროფესია ძალიან ისეთი გონია, რა თქმა უნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა, მაგრამ იყო ციფრული მარკეტერი და მარტივად ვთქვათ, იყოს Apple შენზე დამოკიდებული, იყოს, რა ვიცი, გიგანტი კომპანიები შენზე დამოკიდებულები, რომ შენ თუ ერთი ნაბიჯი არასწორად გადადგი დამთავრებულია ყველაფერი, მეტი კი ახლა ექიმებიც რა თქმა უნდა და ყველა სფეროს საბუღალტროს არასწორად გაატარო რაღაცა, მაგრამ მე ბოლოს ისევ აი ექიმა რომ რაღაცა შეცდომა დაუშვას, მე მაგალითად გამოდის ისევ მარკეტინგის სამსახური და წერს, რომ როგორ უნდა გადააგორონ ეს პრობლემა, ხალხთან როგორ უნდა მიიტანონ რა, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, უნდა მარკეტინგი წვეთ საბოლოო ჯამში რა უნდა მოხდეს რა და საბამისად ყველაფერი უნდა იცოდე. შენი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა რა გქონია? აი ხა არ ვიცი ჩვენი მსმენელი რა ასაკის ადამიანები არიან, მაგრამ დიდი ხანია გემბლინგშიც. კი ვამბობ, რომ გემბლინგი ძალიან ცუდია, გემბლინგში ვმუშაობ კაზინოების სექტორში, საერთაშორისო კაზინოებს ვეხმარები განვითარებაში და კაზინოს სექტორი არის ყველაზე რთული სამუშაო და მოდი ახლა ესე გამოწვევებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ინფორმაციებია, მაგრამ ნუ გემბლინგ სფეროში მქონია ყველაზე დიდი და რთული გამოწვევები, აი მარტივს ვიტყვი მაგალითად 6 ნიშნა ბიუჯეტი რო უნდა ჩადო ერთ რეკლამაში. მილიონზე მეტი რო უნდა გადაიხადო ერთ რეკლამაში და შენ რომ ამას უნდა დაამტკიცო, ცოტა ისეთია მუშაობს თუ არა, მილიონს დაამტკიცებ 20 მილიონი მაინც უნდა მოგიტანოს და აი ეგ ყოფილა ეგეთები რთული. რა უპირატესობა აქვს შენ საქმიანობას? განვითარება. ძალიან მარტივად, ყოველდღე ვითარდები. ანუ ის რომ შენ დღეს რაღაცაზე მუშაობ, შეიძლება შენ საქმეს ძალიან კარგად აკეთებდე და ესე რო აკეთო, ძალიან მაგარია რა. მაგრამ დღეს ეხავე შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა რომ ჩვენმა მსმენელმა 10 კაცმა გახსნას თავისი სოციალური ქსელი, მაგალითად და რეკლამის გაშვება გადაწყვიტოს, 10-ვესთან იქნება სხვადასხვა ინტერფეისი, ან სხვადასხვა ვიზუალი დახვდება. რა, ანუ ერთთან ბოლო განახლება, ერთთან ბოლოს წინა, ერთთან იმის წინა და ყოველდღე ვითარდები. და რატომღაც ყველას გონია რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. გაქვს 5 წუთი. რას გააკეთებ პირველ რიგში სამსახურში? დავიძინებ. დავიძინებ, იმიტომ რომ ჩვენი დღე იწყება დაახლოებით მოდი ხარ მოვიტყუები, კაი, პირველ საათზე და სრულდება ღამის 5 საათზე. და სულ შეხვედრა, ქოლი დავიძინებდი. აუცილებლად. შენ საქმეში უფრო რთულია დაწყება თუ შენარჩუნება? შენარჩუნება. დაწყება 21 საუკუნეში რის დაწყება რთული ვერ ხვდები.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ 21 საუკუნეში რამის დაწყება შეიძლება იყოს რთული. მთავარია აშენება და შენარჩუნება. დაწყებით ნებისმიერს ველოდები აკადემიაში კურსებზე და დავიწყოთ ხვალვე. რა სტერეოტიპები არსებობს შენს პროფესიასთან დაკავშირებით თუ გახსენდება? სტერეოტიპები. ალბათ უფრო ის რომ გონიათ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც შეგვიძლია რომ კომპიუტერი დავშალოთ და ავაწყოთ. ჩვენ არ ვშლით კომპიუტერებს და არ ვაწყობთ. ბოლოს კომპიუტერი რო დავშალე, ძალიან ბევრი რაღაცა დამრჩა გარეთ. გონიათ რომ ტექნიკური ტიპები ვართ, ანუ რაღაც ტექნოლოგიების ნაწილში, ანუ შეგვიძლია რომ რაღაცა სერვერები ავაწყოთ. კი, შეგვიძლია, რომ ისწავლი მე შეგიძლია, მაგრამ ეგ არ არის ჩვენი სფერო რა, ჩვენი სფერო არის უფრო ციფრულ სამყაროში სხვადასხვა რაღაცების გაკეთება რა, ტექნიკური ტიპები არ ვართ, როგორც ესეთი. რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას? მოტივაციას მაძლევს ის, რომ არაფერზე არ ვამბობ არ შემიძლიას რა. ამას წინ ვლაპარაკობდი ერთ-ერთ ადამიანებთან და ვეუბნებოდი, რომ რას ქვია, რომ ანუ რო გეუბნება არ შემიძლია რა. ეხლა რომ ვიღაცა მოვიდეს ჩემთან და მითხრას, რომ მაგალითად მე მაქვს ეხლა არ ვიცი ზუსტად რამდენი თანხა ჭირდება, მაგრამ დაახლოებით მაგდენი რო ჭირდებოდეს. მაქვს 20 მილიონი და კორპუსი ამიშენე. უეჭველი ვეთქვი, რომ აგიშენებთ ხო რა. ანუ რატო ვერ უნდა ავაშენო, მაგას ვერ ხვდები, ხო? დაურეკავ იმას, ვეთქვი ფული არის, ეს არის შენ ხო გაქვს ამაში გამოცდილება, მოდი ავაშენოთ რა. და მოტივაცია არის, რომ არაფერზე არ უნდა თქვა უარი, მაგრამ უფრო მეც გეტყვი, რომ მოტივაციაზე მაგალითად დისციპლინა. მოტივაცია ღამე გაქვს, დილით არ გაქვს. რაღაც მოდი ხვალ დილით ავდგები და ვივარჯიშებ. რამდენს გქონია? დილით ვერ ამდგარ, იმიტომ რომ დისციპლინა არ აქვს. თუ დისციპლინა გექნება, უნდა გააკეთო, სხვა გზა არ აქვს რა, გასაკეთებელია და ამ დისციპლინას ვადარებ ხოლმე. ოჯახი როცა ყავს და იმაგრად ოჯახი რო გაქვს არჩენის, მოტივაცია აღარ. მოტივაციით არ არჩენო, მოტივაციით თუ არჩენ ოჯახს დაანებე თავი. არჩენო ის დისციპლინა გაქვს, რომ უნდა ავდგე, იმიტომ რომ ეს ფული შემომივიდეს, იმიტომ რომ ჩემი შვილი კარგად იყოს. ეს არ არის მოტივაცია. აი რომ ამბობენ ჩემი შვილი მაძლევს მოტივაციას, მოტივაცია არის დისციპლინა. რომ უნდა გააკეთო რა. მოტივაცია არის მინდა გავაკეთებ, მინდა არ, მოდი მოტივაცია მაქვს რომ რაღაცა გავაკეთო და არ გააკეთებ. თუ აკეთებ ეს უკვე დისციპლინა. რესურს შევდით მათ, ვინც პროფესიას ირჩევს ახლა, ან უკვე იცის რომ შენ სფეროში. მშობლებს არ დაუჯერონ. მოღვაწეობა. მშობლებს არ დაუჯერონ. ყველაზე ცუდი გამოცდილებაა, როცა სფერო არ გაქვს არჩეულ და მშობლებს უჯერებ. ბოდიში დედა და ბოდიში მამა, თუ ამას მოისმენთ, მაგრამ ჩემ მშობლებთან სულ იმაზე მქონდა პრობლემა, მე მიყვარდა კომპიუტერთან ჯდომა, ძალიან. და ჩემ მშობლები ეს მიშლიდნენ რა, ანუ ჩხუბებოდნენ, მაგრამ უზიხარ კომპიუტერთან, წაიკითხე და მე ის მომწონდა. და მადლობა რომ არ დაუჯერე. და მადლობა რომ იმ კომპიუტერთან ვიჯექი იმ პერიოდში, რომ დღეს რასაც წარმოვადგენ, რომ მაგალითად ირაკლი ქართველიშვილი საქართველოში ძალიან ბევრმა იცის. იმის დამსახურებაა, რომ მაგნატი, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა, რომ ბავშვების გონება საერთოდ სხვაგან არის დღეს და მშობლების გონება საერთოდ სხვაგან არის რა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რასაც ეხა მე ვაკეთებ, მამაჩემი უფრო იამაყებდა, ძალიან მაგარი ექიმი რო ყოფილიყავი რა. აი მაგარი ექიმი შვილი მყავს რა, ხო ხდები, რასაც ვამბობ რა და ეხა შეიძლება ჩემს სფეროს საერთოდ ვერ იგებს რა. კი, ხდება რომ Facebook-ზე რაღაცა რეკლამები, რაღაცა იქით რეკლამა, აქეთ რეკლამა, მაგრამ იმას უფრო მაგარი იურისტი მყავს. სამწუხაროდ თაობებს შორის ძალიან დიდი სხვაობა და მშობლებიც სავარაუდოდ მოგვისმენენ და მშობლებს მინდა ვთხოვო, რომ მიეცით ნიჭსა გზა ფართო და მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ თვითონ აერჩიონ რა უნდათ რა. უნივერსიტეტებში სადაც ვასწავლი, მე რამდენიმე საგანს, რასაც ვასწავლი, არის ის, რომ სხვა საგნის ბავშვებსაც ვასწავლი, ანუ მარკეტინგს გადიან, სხვა რაღაცაზე რო აქვს ჩაბარებულები და როცა მე წუწუნებიან, რომ არ მინდოდა ამაზე ჩაბარება, მაგრამ ჩემმა მშობლებმა დამანძალეს, ცოტა გული მწყდება ხოლმე, რომ ხედავ, რომ აშკარად მარკეტინგში აქვს თუნდაც ტვინი. და სამწუხაროდ რაღაცა სწავლობს რა და არ დაუჯერონ მშობლებს მაგ ნაწილში. რაშიც ხვდებიან, რომ ძალიან მაგრები იქნებიან იყოთ. თუ სწავლა არ უნდათ, არ ისწავლო. ამასაც ძალიან პირდაპირ ვამბობ. ძალიან ბევრი პროფესიის ინჟინერები, რომლებიც არ უსწავლიათ არაფერი, ძალიან კარგები არიან. ვებ დეველოპერები. ვებ დეველოპერის საშუალო ხელფასი, კარგი ვებ დეველოპერის საშუალო ხელფასი. აი ჩემ მეგობარზე ვიტყვი, რომელსაც სკოლაში მე-12 კლასი დაამთავრა, არც ერთ უნივერსიტეტში არ უსწავლია, არ ჩაუბარებია, სკოლაშიც არ იყო კარგი მოსწავლე. მისი დღევანდელი თვის შემოსავალი არის დაახლოებით $45,000. არაფერი არ უსწავლია.
კომპიუტერი აინტერესებდა და დაიწყო web development-ის სწავლა თვითონ, მაინტერესებს. $45,000. ეხლა გადაამრავლონ $45,000 2.73 ამგვარი დღეს დოლარის კურსი და და მე თვეების მერეთვეების მიხედვით გადაამრავლონ და მიხვდებიან ღირს თუ არა იმ ბავშვებთან ჩხუბი რომ გახდეს ექიმი, რომელსაც ბავშვს უბრალოდ სისხლის ეშინია. და აწვევიან რომ ექიმი გახდეს. მადლობა. მადლობა. გადაცემა მომზადებულია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.